მოგესალმებით მეგობრებო. ვიცი, მოგანატრეთ თავი, ამას თქმაც არ ჭირდება, წინა პერიოდში არ მეცალა და ახლა გამოვნახე დრო, რომ გავაკეთოთ ლაივი და ვისაუბროთ დეკემბრის პროგნოზზე, საერთოდ როგორი იქნება დეკემბერი. ვფიქრობ, ყველას გვაინტერესებს. შემოდით. რამე ხარვაზე ხო არ არის ხმის დავუშვათ ან ვიზუალური დაწერეთ და დავიწყოთ ჩვენი პროგნოზი. მე კომპიუტერთან შემოსული ვარ, რომ კარგად დავინახო კომენტარები. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. სამთვარეობა მეგობრებო. ისეთი ერთი უკვე დამემთავრდა ფაქტობრივად. ახალი და პაულო სანტო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩვენი წმინდა ხე. აი, ახალი დავიწყოთ. იმით დავიწყო ჩხილებს უკვე ისე დავაპატარავე გამოყენებაში. და ხო, ვისაც გინდათ პაულო სანტო, აი ასეთი ძალიან კარგი ხარისხის პაულო სანტოები ჩამოგვივიდა. ბევრად ჯობია იმას, რაც წინაზე ჩამოვიდა, აი ნახეთ. ჯერ ვიზუალი როგორი საოცარი აქვს. ვისაც გინდათ პაულო სანტო წმინდა ხის ბუნებრივი საკმეველის შეძენა, გვაქვს მეგობრებო, მარაგში ჩამოგვივიდა შეგვევსო. მარაგი ვიღაცებმა წაიღეს უკვე, მაგრამ გვაქვს შეჯერობით მარაგში და კიდევ ფინანსების მოსაზრდი ჩხირები ჩვენი ცნობილი ცოტა დაგვრჩა. ძირითადი ნაწილი გაიყიდა უკვე, მაგრამ რაღაც ნაწილი დარჩა. კი ბატონო, დავიწყოთ პროგნოზი დეკემბრის. თან ავანთებ პაულო სანტო წმინდა ხეს, რომ ენერგეტიკა გაიწმინდოს. ხო, ესე იგი დეკემბრისთვის პროგნოზა რაც უნდა თქვათ, პირველი ეს არის ის, რომ დღეს 5 დეკემბერს მეგობრებო, გვაქვს სავსე მთვარეობა და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და აუცილებლად ეს უნდა გავითვალისწინოთ. და ზოგადად რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ სავსე მთვარეობის პერიოდში? სავსე მთვარეობის პერიოდში ჩვენ ვაკეთებთ მანიფესტაციებს წმენდაზე. ანუ ვაკეთებთ წმენდებს. ჩვენ გვინდა რომ გავიწმინდოთ ზოგადად სავსე მთვარეობის პერიოდში. ანუ კი არ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი ახლა, არამედ გავიწმინდოთ, გავაკეთოთ რიტუალები წმენდით. ახლა როგორ შეიძლება ამის გაკეთება? პირველი ვარიანტი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მთავარი და გავრცელებული და მარტივი ეს არის, რა თქმა უნდა, მარილით. ხო, სუფრის მარილით ძალიან მარტივია ენერგეტიკული წმენდების ჩატარება. შეგიძლიათ სუფრის მარილი მოაყაროთ და უშუალოდ სახლში გარკვეულ ადგილებში, ხო? უფრო კარგი არის ხოლმე კიდეებში გროვდება ნეგატივი და იქ მოვაყაროთ. და შემდგომში რამდენიმე საათი გავაჩეროთ, ასე შეიწოვს ნეგატივს და შეგიძლიათ რომ მე აიღოთ, ხო? ამავდროულად შეგიძლიათ რა გააკეთოთ? აი, დაბანვაც ძალიან კარგი არის მარილით. ხა როგორ შეიძლება ახლა ეს გაკეთდეს, ხო? შეიძლება რომ ამას აკეთებდეთ პაულო სანტოს წმინდოს თავისი ღვთაებრივი კვამლით. სასპროსებით ნატურალურია და ძალიან მიყვარს. შეგვიძლია რომ დავუშვათ ესეთი სუფრის მარილი, დავიყაროთ ტერფებზე, დავდგეთ ზემოდან და ბანაობის დროს აი ამ წყალს გავატანოთ, ესე იგი და მარილს ყველანაირი დაგროვილი ნეგატივი. 5 დეკემბრის სავსე მთვარეობა მეგობრებო ხდება კომბინაციით მზე მშვილდოსანი მთვარე ტყუპები. ხო? მაშინ სადამე ახლა მშვილდოსნები, ტყუპები, ქალწულები, თევზები განსაკუთრებით იგრძნობენ ესე იგი ამ სავსე მთვარეობას და უფრო მარტივად შეძლებენ რომ გაიწმინდონ ენერგეტიკულად. ანუ ეს 3 დღე, ზოგადად 3 დღე აქვს ხოლმე გავლენა სავსე მთვარეობას, ვაკეთებთ წმენდებს. შეგიძლიათ ილოცოთ
შეგიძლიათ რომ დავუშვათ დაანთოთ საკმეველი, შეგიძლიათ დაანთოთ პალო სანტო, ხო, ვისაც გაქვთ, შეგიძლიათ დაანთოთ სეიჯი, სეიჯებიც გვაქვს მარაგში სხვათა შორის. ან უბრალოდ ჩხირები არომატული, ხო, ეს აურის გამწმენდი. კარგი არის წმენდები, ლოცვა და განთავისუფლება იმ ნეგატივისგან, რაც არის დაგროვილი მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ აქ ვაკეთებთ ასეთ რაღაცას. აუცილებელია რომ მთელი წლის დაგროვილი ნეგატივი რაც იყო, გავატავთ ამ წლის ბოლოს ავსამთვარეობას, ხო? 5 დეკემბერს, ხო, თვითონ რომ განვიხილოთ ახლა კომბინაცია მზემ-შულდოსანი მთვარე ტყუპები. რას გვაძლევს მზემ-შულდოსანი მთვარე ტყუპები, მეგობრებო? ეს არის კომბინაცია კავშირში ჩვენს აზროვნებასა და რწმენა წარმოდგენებთან. ეს არის კომუნიკაცია, აზროვნება, იდეოლოგია, ფილოსოფია ჩვენი, ანუ რა ფილოსოფია, რა მსოფლმხედველობა გვაქვს და კარგი არის ახლა ამის კორექტირება თუ გვაქვს რაღაცა ნეგატიური დაუშვათ დოგმები შინაგანი, ხო, ნეგატიური აზრები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის კორექტირებისთვის იდეალური პერიოდია ნამდვილად. და რა შეიძლება კიდე გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, მიტევება, ვიზაც გაქვს წყენები მთელი წლის განმავლობაში, მიტევება, გაშვება წყენების, აი გაშვება ნეგატივის, ხო, ეს ეხება 12-ვე ნიშანს, ხა მაინც იმ ნიშნებს არა, ხო, რაც დავასახელე. 12-ვე ნიშანს, ეს იქნება ვერძი, კურო, ტყუპი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, შულდოსანი, თხესრქა, მერწყული, თევზები, ყველას ეხება ეს მეგობრებო. ეს არის წლის ბოლოს ავსამთვარეობა, 5 დეკემბერი. ამიტომ ეხლა გვაქვს შანსი 2025 წელს, რაც ვიცი რომ არ იყო მარტივი წელი, ხო, ყველასთვის, იმიტომ რომ თან გველის წელია, თან ცხრიანის წელია, ხო, რაც ამაზე სულ ვლაპარაკობ ხოლმე, რომ ეს არის დაძაბული წელი, ეს არის წელი, სადაც ბევრ ადამიანს ჰქონდა გარკვეული გამოწვევები, კრიზისი, რატომ შინაგანი გარდატეხა, იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებით, რომ საერთოდ აი ახალ ეპოქაში და ახალ ენერგიებში შევიდეთ ყველა კოლექტიურად, ხო, კაცობრიობა შემდეგი წლიდან უკვე, ხო, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, ხო? და რა გავაკეთოთ ესე იგი? ვისაუბრეთ უკვე ტრავმების დამუშავებაზე, რა არაცნობიერი ტრავმებიც გვაქვს, წყენები, ყველაფერი ამოდის ახლა, ამოტივტივდება დღეს და ვიც უფრო მგრძნობიარე ამ მთვარის ენერგიების და მთვარის ფაზების მიმართ. ისინი რამოდენიმე დღით ადრე გრძნობდნენ უკვე ამას, ხო, იყო რაღაცა გაღიზიანებადობის ტენდენცია, იყო რაღაცა ზედმეტი ემოციურობა და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა უნდა გავუშვათ ახლა ეს წყენები, ეს გაღიზიანებადობა, რა გვაღიზიანებს, რა გვტკივა, რა გვწყინს, ყველაფერი მეგობრებო, აი გავუშვათ, გავატანოთ აი ამ სასამთვარეობას. რა თქმა უნდა, ბევრს ეშინია სასამთვარის და მესმის რატომაც, იმიტომ რომ არის ეს ტენდენცია, რომ ძალიან ხდება შავ ჭრილში ხოლმე წარმოჩენა სასამთვარეობის, ან პირიქით რაღაცა ვარდისფერ ჭრილში, რომ ეს არის საუკეთესო დღე, რაღაცა მაგიური რიტუალებისთვის და ამ შემდეგ. არ არის სწორი ინტერპრეტაცია ეს ყველაფერი, არ არის ეს სწორი, ეზოთერიკულად და ეზოთერიკულად და ენერგეტიკულად არ არის სწორი. რატომ? იმიტომ რომ ობიექტურად რო განვიხილოთ სასამთვარეობა, ეს არის ძლიერი დღე ენერგეტიკულად, როდესაც შეიძლება ან ცუდად გამოვიყენოთ ეს ენერგიები და ცუდად მივიღოთ, ან კარგად. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ხო? ეხლა როგორ მივიღებთ ამ ენერგიებს, ხო ვერ ვიტყვით, რომ ან ძალიან კარგია, ან ძალიან ცუდია. ძლიერი დღეა სასამთვარეობა, ხო? თვეში ერთხელ ხდება და რა თქმა უნდა, მთვარეს დიდი გავლენა აქვს ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უკვე მეცნიერებმაც დაამტკიცეს, მეგობრებო, უამრავი კვლევები იყო ამის თაობაზე, შეგიძლიათ ნახოთ კიდეც ინტერნეტში, რომ სხვადასხვა მთვარის ფაზებზე, ხო, ჩვენი ფსიქიკა სხვანაირად რეაგირებს. ანუ სასამთვარეობაზე ზოგადად, აი, ყველა ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა იცის ეს, რომ ადამიანი ტრავმები რო აქვს და ბევრი წყენები, ის უფრო ემოციური ხდება, მოკლედ შეიძლება იტიროს, შეიძლება რაღაცა აგრესია ქონდეს იმ დღეს სასამთვარეობაზე ხდება, აი ეს არის პიკი საერთოდ. ანუ რა ემოციებიც ქონდათ დაგროვილი ამ დღის განმავლობაში, ამოდის, ამოიფრქვევა ვულკანის გეიზერი, რატო? იმიტომ რომ მთვარის პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ემოციებზე, ჩვენს არაცნობიერზე, ამას ასტროლოგია გვასწავლის უძველესი დროიდან საერთოდ, ხო? ეს უძველესი მეცნიერება, მეგობრებო, უძველესი სწავლება და ამის უარყოფა, რომ თითქოს რაღაცა ეს არ მოქმედებს, არის უბრალოდ, არ ვიცი, სისულელე. ეს უძველესი დროიდან მოდის ასტროლოგიის სწავლება, ხო? ისევე როგორც ფილოსოფია დაუშვათ, ხო?
ამიტომ კარგი არის გავითვალისწინოთ, მაგრამ არც უნდა შეგვეშინდეს, არც ძალიან არ უნდა გაგვეხარდეს. ანუ მივიღოთ, რომ ხო, სასუნთქარეობა გავითვალისწინებ რეკომენდაციები რა არის ახლა? არ გვინდა სერიოზული წამოწყებები, სერიოზული შენაძენები, არ გვინდა სერიოზულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა. უმჯობესია თავი შევიკავოთ ხოლმე ალკოჰოლისგან ამ დღეს, იმიტომ რომ იცის ცოტა გაჭედვები მერე, მართლაც, ჰალუცინაციები და შემდეგ. Ну, ეხლა თუ ძალიან ბევრი მოგივათ, იცის ხოლმე, ხო, სასუნთქარეობა ისეთია, ცოტა საფრთხილო დღე დალევისთვის, მართლა. კიდევ კონფლიქტები, ხო, კონფლიქტებს მოვედით ხოლმე სასუნთქარეობის პერიოდში, აუცილებლად მეგობრებო, აი კონფლიქტები არ ვიცი, ავირიდოთ მაქსიმალურად თავიდან, ხო, სასუნთქარეობის დღეს. ხო, ეს კარგი დღე არის. რაღაცების მონანიებისთვის, მიტევებისთვის, ენერგეტიკული წმენდისთვის, რომ გავთავისუფლდეთ იმ რაღაცა სიმძიმეებისგან, რაც დაგვიგროვდა ამდენი ხნის განმავლობაში მეგობრებო ყველას. ეს გავითვალისწინეთ, ეს ვთქვით. შემდეგი, რადგან უნდა ვისაუბროთ, კიდევ რაც იქნება მნიშვნელოვანი თარიღი ამ წლის და უკვე მოახლოვდა, ესე იგი, ეს ახალი წელი და წინასწარ უკვე უნდა მოვემზადოთ შემდეგი წლისთვის, ხო? განწყობით. ანუ არ უნდა გვეგონოს, რომ ეს განწყობა თავისით მოვა. ჩვენ თვითონ უნდა შევიქმნათ ეს რაღაც ახალი წლის განწყობა. ეს ასეა ზოგადად. 20 დეკემბერი ჩაინიშნეთ ასევე მეგობრებო ეს თარიღი. 20 დეკემბერი. რა ხდება 20 დეკემბერს? 20 დეკემბერს გვაქვს წლის ბოლო ახალ მთვარეობა. ანუ სასუნთქარეობა წლის ბოლო არის დღეს. ხოლო 20 დეკემბერს იქნება ბოლო ახალ მთვარეობა. ეხლა ახალ მთვარეობა, ისევე როგორც სასუნთქარეობა, ეს არის რა თქმა უნდა ეს პიკის წერტილი, აი პიკის ფაზა ზოგადად აი მთვარის ფაზებში, როდესაც ძალიან ძლიერ ენერგიებს უშვებს მთვარე დედამიწაზე და აი როგორ მივიღებთ ჩვენ ადამიანები ამ ენერგიებს, ეს უკვე ჩვენზეა რა თქმა უნდა. ხო, ესეც პიკია გარკვეულწილად, ხო, ახალ მთვარეობა. ახალ მთვარეობას ითვლება, რომ აი საერთოდ გაწმენდილი ახალი ენერგიებით, ახალი განწყობით, ახალი გეგმებით, ახალი შემართებით უნდა შევხვდეთ იმ ერთთვიან ციკლს. კარგი არის დაგეგმარება რაღაცების, რომ ჩამოწეროთ სურვილები, დაუშვათ ეს თვალის ელექსირის გაკეთება, რომ გასწავლეთ მე და მოიძიეთ დევს ვიდეო, როგორ კეთდება თვალის ელექსირის რიტუალი, ხო, ახალ მთვარეობაზე ისიც შეგიძლიათ გააკეთოთ, ხო, ძალიან კარგი იქნება და მე ძლიერი იქნება ძალიან, რომ ესე იგი შემდეგი წლის, ესე იგი იანვარში რო გვექნება უკვე სასუნთქარეობა, მე კიდევ გაიმეოროთ უფრო ძლიერი ეფექტისთვის, ხო? ანუ ძალიან კარგი იქნება ეს, ხო? თუ ძალიან გინდათ, რომ ახდეს ესე იგი ეს გარკვეული სურვილები თქვენ ცხოვრებაში. ოღონდ რა თქმა უნდა, ვაკონკრეტებთ, რომ უნდა იყოს რაღაცა რეალობას მიახლოებული. ახლა არ საიდან მინდა გამიჩნდეს რაღაცა ბრილიანტის კოლიე, ან რაღაცა პერსონალური ჯეტი, ან 15 მილიარდი ევრო, ახლა ეგენი რომ რა ვიცი 3%-ია ალბათობა რომ ახდეს, არის მაგის ალბათობაც ისე სხვადასხვაის რომ ახდეს, ხო არ ვარ შეზღუდულები, მაგრამ უფრო რეალისტური რაღაცეები რომ დავწეროთ ჯობია. რაღაცა ნიკოლას კეიჯი შემხვდეს და რაღაც საოცრებები. ხო, ну ჯობია რაღაც რეალობას მიახლოებული იყოს, ხო, ანუ ეს ყველაფერი. დაუშვათ აი შემოსავლების მომატება ორჯერ, ან სამჯერ თუნდაც, ხო? ან თუ არ არის რაღაცა ბლოკებია შემოსავლებში, გაჩენა, გახსნა, ფინანსური კანალის, ხო, შეგიძლიათ რომ ისურვოთ, ხო, რაღაცა პრობლემების მოგვარება, რაც მოგვარებადია რეალურად, ხო, მაგრამ სჭირდება ამას რაღაცა ძალისხმევა და წყალობა, ხო? აი შეგიძლიათ რომ აი ასეთი რაღაცები დავწეროთ, ოღონდ უმჯობესია რომ აქ ეთიკა შევინარჩუნოთ. ეთიკაში რას გულისხმობ ახლა, რომ სხვა ადამიანებზე რომ არ დავწეროთ, რომ აი მაგალითად ამას ეს დაემართოს და ეს მოხდეს და ეს არა. მე შეიძლება თქვენ დაისაჯოთ. ბუმერანგის პრინციპია, არ შეიძლება ეგეთ რაღაცები, არც კარგი, არც ცუდი, იმიტომ რომ სხვისი ბედი თქვენ არ გეკითხებათ. თქვენ ბედზე ხართ პასუხისმგებელი, ხო, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. აქ ეთიკის ნორმები უნდა დავიცვათ, ხო, იმიტომ რომ ზოგადად მსგავს რიტუალებში არის თავისი ეთიკა, თავისი კანონები და ჩვენ ამ კანონებს თუ დავარღვევთ, რა თქმა უნდა დავისჯებით, ხო? ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. კი ბატონო.
სასწორებს რა გველისო ასეთი კითხვა ეხა ვნახე. ზოგადად სასწორებისთვის არ არის ეხა ცუდი პერიოდი, რატო? იმიტომ რომ ეხა მშვილდოსანშია მზე, ითვლება რომ მშვილდოსანი და სასწორი მეგობარი ნიშნებია, მეგობრობენ, ხო? სტიქია ცეცხლი და ჰაერი ზოგადად ერთმანეთს აუსებს ასტროლოგიურად. ამიტომ არ არის ცუდი პერიოდი. სასწორებს ეხა იძლევა საშუალება ურთიერთობების დალაგების, რაღაცა დაუშვათ მეტად მუშაობა თავის ესთეტიკაზე, ხო, დალაგება რაღაცა კავშირების, კონტაქტების, შინაგანი ჰარმონიის ძიება, პოვნა და ასე შემდეგ. აი ამის საშუალება ეძლევა ეხა ეს პერიოდი სასწორს. მეტი ოპტიმიზმი სჭირდება ეხა ამ პერიოდს, ხო, მშვილდოსანშია მზე და რა თქმა უნდა, ეხა ცოტა ოპტიმიზმი თუ არ ჩავრთეთ, ისე არ გამოვა. ხო, ეს არის საქმნიშნულოვანი მეგობრებო. ესე იგი, ახალ მთვარეობას ჩაიფიქრეთ სურვილები, გააკეთეთ მთვარის ელექსირის რიტუალი თუ გინდათ, თუ არა და ისეთ შეგიძლიათ მანიფესტაცია, ჩაიფიქროთ სურვილები კლასიკურად, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, არ გავიმეორებ, იმიტომ რომ უკვე მილიარდჯერ ვთქვი, მგონი, ჩემს ლაივებში, სულ ვიმეორებ ხოლმე სწორ მანიფესტაციებს და როგორ კეთდება და ასე შემდეგ. ხო, თავისი კანონები აქვს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, და ამის ცალკე ვიდეოებიც გვიდევს, მეგობრებო, ჩვენ. როგორ კეთდება სწორი მანიფესტაციები. ой, რაღაცა ის ჩაერთო უცბად რეკლამა. კი ბატონო. ეხლა მშვილდოსნების პერიოდია მეგობრებო, არის ვერძების, ლომების პერიოდი, ხო, ცეცხლის ნიშნების პერიოდი, ხო, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. ამ ნიშნების პერიოდი ეხლა და შეგიძლიათ გააქტიურდეთ. ხოჭის ბევრს ისინია ხოლმე შემდეგი წლის და მეუბნებიან რომ აი ცეცხლის სტიქის ცხენი რო იქნება, რა გვეშველება და ასე შემდეგ. მეგობრებო, აქ არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გასათვალისწინებელი. პირველი, ცხენი არ შემოვა ჯერ კიდე გეტყვით 2 თვე დაახლოებით. 2 თვე? არა, მეტი, 2 თვე-ნახევარი. თებერვლის შუა რიცხვებშია საერთოდ ცხენის შემოსვლა. ანუ ჯერ სადაც ადრეა მაგაზე ფიქრი, რეალურად. ცხენი შემოდის 17 თებერვალს 2026 წლის, იქამდე ისევ გველის წელია. ეს ჩვენ აღვნიშნავთ 31 დეკემბერს და მგონია რომ ცეცხლი სტიქიის ცხენი მაშინ შემოვა, არ შემოვა, ისევ გველი იქნება და არ უნდა გავანაწყდოთ არც გველის ნიშანი, ხო, არანაირად, ხო? არა, ეს ძალიან ძლიერი ნიშანია და ყველა ნიშანს პატივი უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი გველთან კიდე განსაკუთრებით აი ბრძნული მიდგომებია საჭირო, ხო? აი მნიშვნელოვანი დიპლომატია ჩავრთოთ და არ გავანაწყდოთ. ამიტომ სუფრაზე გველის სიმბოლიკაც უნდა იყოს 31 დეკემბერს. ამას წინასწარ გეუბნებით, მე კიდე ცალკე ჩავწერ ამაზე ვიდეოებს, ან დავუშვათ დაიდება ისე ცალკე ვიდეო, როგორ უნდა შევხვდეთ ზუსტად ახალ წელს. მალე დაიდება. მაგრამ წინასწარ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ჯერ გველის წელი არის და იქნება კიდევ ესე 2 თვე-ნახევარი დაახლოებით. და ცხენის წელი ზოგადად იმდენად დინამიური ნიშანია, მეგობრებო, ცხენი, რომ ისე, არ ვიცი, გაგვაჭენებს ყველას და რაღაცა უფრო მხიარული და აქტიური და დინამიური ენერგიების შემოსვლა იქნება, რომ არ ვიცი, აი ამის არ უნდა გვეშინოდეს, რატო უნდა გვეშინოდეს, ხო? ჩვენ გავიარეთ არც თუ ისე მარტივი დრაკონის წელი, რომელმაც მართლა კოსმიური სამართალი მოიტანა დედამიწაზე და ბევრი ეს შეტორტმანება გამოიწვია და გველის წელს ახლა გავდივართ, ხო, რომელიც ამავდროულად კიდე 10 მაგის შეტორტმანება იყო, ხო, ყველას საერთოდ. ყველა ნიშნის. ამიტომ ცხენი უფრო მსუბუქი ნიშანია თავისი ენერგეტიკით. არ უნდა გვეშინოდეს ახლა ვიღაცები მწერენ, რომ აი ამან თქვა და იმან თქვა, რომ ძალიან ცუდი წელია ახლა. არ ვიცი ახლა
არ ვადევნებ თვალს ახლა ვინ რას ამბობს, მაგრამ რეალურად თქვენ ვინც უსმენთ ახლა ჩემს გამოსვლებს და მე სულ ვამბობ ხოლმე სიმართლეს ახლა როცა წელი ცოტა მძიმეა, გაფრთხილებს რომ მძიმეა, როცა მსუბუქია, გაფრთხილებს რომ მსუბუქია. შემდეგი წელი, ცხენის წელი იქნება ბევრად მსუბუქი, ვიდრე ეს წინა ასე 2 და დაჟე 3 წელი გვქონდა. მართლა ეს ასე არის, იმიტომ რომ ახალ ენერგიებში შევდივართ და თქვენ ახლა თუ ასე დაგრუზულები შეხვალთ, რომ აიმე სადღაც ამოვიკითხე, რომ ცუდი წელი იქნება და ესე იგი ცუდი წელი იქნება, მართლა ცუდი წელი იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ ასე მოისურვეთ და ასე დააპროგრამეთ და რატო უნდა დავაპროგრამოთ ჩვენი თავი, მით უმეტეს, როცა ცხენი არის ყველაზე მხიარული, ყველაზე ოპტიმისტური, ყველაზე აი არ ვიცი, მამოგზაურე, წამიყვანე, გამაკეთები, განმათავისუფლე, ასეთი ნიშანია საერთოდ. აი, არ ვიცი, ადამიანებიც თუ იცით ახლა ცხენის წელში დაბადებული, აი ისეთები არიან, რომ აი არ ვიცი, აი ძალიან აი გაუჩერებლები, სულ რაღაცა უნდა გააკეთოს, სულ რაღაცა უნდა. კი, იქნება ისეთი წელი, რომ შეიძლება მოგვიწევს ბევრი მოგზაურობა ან სახლიდან გასვლა. ეხლა თქვენ თუ მეტწილად გიყვართ სახლში ყოფნა, შეიძლება თქვენთვის ეგ დისკომფორტი იყოს, მაგრამ ეხლა როცა დაუშვათ დინამიური წელია და აქტიური და რაღაცა მეტი სიახლეები შემოაქვს, ვფიქრობ პოზიტივით უნდა მივიღოთ ეგ ყველაფერი, ხო? მე ვამბობ, უფრო მსუბუქი წელი იქნება, ვიდრე იყო წინა წლები. ნამდვილად. ამიტომ ყველა გეშინიათ ვიღაცები წერენ, რომ აი მე ცეცხლის სტიქის ცხენზე ისეთები არის და ისეთებს წერენ და აი მე რა გვეშველება, არ იქნება ეგ რა მეგობრებო. არა, ნამდვილად ცეცხლის სტიქი არის სტიქია, რომელიც მოითხოვს ჩვენგან დინამიურობას, ჩვენგან ლიდერობას, იმას რომ ვიყოთ უფრო მიმწოლები და ცხენით რას გვეუბნება? იყავი უფრო მხიარული შინაგანად, გქონდეს ოპტიმიზმი, იმედი ცხოვრების და გააქტიურდი რაღაცები გააკეთე. აი მორჩა, მარტივად რო ვთქვათ, ეს არის დევიზის შემდეგი წლის, მაგრამ უფრო ვრცელ პროგნოზს მე კიდე შემოგთავაზებთ უკვე სხვა ზოდიაქოს ნიშნებზეც როგორი გავლენა ექნება, ასე ვთქვათ, ამ წელს, ხო? მაგრამ აი ყველა გეშინიათ მეგობრებო, ნამდვილად არ არის ცუდი წელი, ხო მე არ ვიცი ახლა სად რა მოიკითხეთ და ვინ რას ამბობს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით. უფრო მსუბუქი ენერგიები აქვს. ცხენს ვიდრე სხვა ნიშნებს, ხო? ნუ რა წლებიც გავიარეთ ახლა. კი ბატონო. ეს არის ახალ ეპოქაში შევდივართ, ახლა 9 წლიანი ახალი ნუმეროლოგიური ეპოქა იწყება, ხო? ეს ერთიანის წელია საერთოდ. ნუ მაგაზე კიდე შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, პროგნოზს მეგობრებო. ამიტომ ნამდვილად არ უნდა შეგეშინდეთ ეს რაღაცება მომწერეს დაპანიკებულებმა და აი მათთვისაც და ყველასთვის ვამბობ. საბოლოო ჯამში უფრო მსუბუქი წელი იქნება. არ შეგვეშინდეს. კი ბატონო. ხო, დამნელები გავიარეთ ამ წლის რეტრო მერკური დამთავრდა, რეტრო სატურნი დამთავრდა. ეს ნოსტალგიები და წარსულში მოგზაურობები. გონებით და რაღაცა ფლეშბექები დამთავრდა. ეხლა უკვე ფოკუსირდეთ ჩვენს აწმყოზე და ჩვენს მომავალზე, ხო? აწმყოში ვქმნით მომავალს. ესაა ფორმულა. ეხლა უნდა ფოკუსირდეთ ჩვენს გეგმებზე და ჩვენს მიზნებზე. ეხლა ცოტა ისეთი დროს მომიწია, რომ ეხლა სამუშაო დრო არის, ვიცი, ბევრი სამსახურშია და ნახავენ ჩანაწერს არა უშავს. მეგობრებო, კიდევ 40%-მდე არის ფაზაკლება ეხლა ჩვენს გვერდზე, ნახეთ ალბათ პოსტი. მაინც გახსენებთ, ვისაც გაინტერესებთ სერვისები და ნუ პალო სანტო მეგობრებო გვაქვს მარაგში წმინდა ხე. ამავდროულად სეიჯიც, ბუნებრივი მცენარეული საკმეველი. გვაქვს მარაგში კიდევ აურის გავწმენდი ჩხირები და ფინანსების მოსაზრდი ჩხირები თავის დასადგამებით. და ჩვენი დამამშვიდებელი სულიერების გზის ზეთი. კი ბატონო, ეს ტიმეტური თასები ჯერ არ გვაქვს, სავარაუდოდ შემდეგ წელს გვიხდება უკვე. ეხლა ძალიან აგვიანებს ხოლმე ამანათები და შემდეგ წელს მოუწევს, ესე იგი შემდეგ წელს იქნება. ნუ მაგაზე პოსტს დავდებთ მე, რომ შეგვეცემა მეგობრებო ჩვენი ერთი ტიბეტური თასები რომ გვექნება. ამაზე დავდებთ მეგობრებო.
კი ბატონო, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რაც ვთქვით და რა თქმა უნდა პოზიტივით უნდა შევხვდეთ როგორც სასამთავროებას, ასევე ახალმთავრობას და საერთოდ ყველაფერს ამ ცხოვრებაში, ხო? ეს აპროგრამებს მეგობრებო ჩვენს რეალობას, ეს უნდა გავითვალისწინოთ. და ამ ჩანაწერს რა თქმა უნდა შევინახავ მეგობრებო. ამერე ნახოს.